15 თებერვალს 18 საათზე კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ ევროპის მოედანზე. მზადება 15 თებერვლის მასშტაბური აქციისთვის უწყვეტი პროტესტის მე-80 დღეს მოქალაქეები თბილისში ევროპის მოედანზე შეკრებას 18 საათისთვის დაიწყებენ. ისინი თავისუფლების მოედნამდე მარშს გამართავენ და პროტესტის მთავარ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გააჟღერებენ. თითქმის 80 დღეა ქართველი ხალხი გარეთ და რეპრესიული პოლიტიკის ფონზე მაინც არ კარგავს ბრძოლის ჟინსა და შემართებას. ახლა არაფერი ისე არ გვაძლიერებს, როგორც ერთად დგომა, ერთმანეთის მხარდაჭერა. არ გვეშინია, რადგან ერთმანეთი ყავს და ყველა ერთად ჩვენს სამშობლოს ხვალ. თუ დღეს გაჩუმდები, ხვალ არავინ იქნება ქვეყანაში, ვინც შენ დაგიცავს. 15 თებერვალს 6 საათზე ვიკრიბებით ევროპის მოედანზე და ვმართავთ მსვლელობას თავისუფლების მოედნისკენ. თავისუფლება მზია ამაყლობელს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს. მზია უნდა გავათავისუფლოთ არა იმიტომ, რომ ის შიმშილობს, უნდა გავათავისუფლოთ იმიტომ, რომ ის უკანონო პატიმარია. თავისუფლება მზიას. 15 თებერვალი 6 საათი მსვლელობა ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ. ხვალდაგეგმილ აქციას უერთდებიან აქტივისტები, პოლიტიკოსები, ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები, ექიმები, არასამთავრობო ორგანიზაციები. მესამე სექტორში ამბობენ, რომ არ შეეგუებიან მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებას, რეჟიმის მიერ მიღებულ დრაკონულ კანონებსა და საქართველოში ივანიშვილის დიქტატურას. ევროპის მოედანზე 15 თებერვალს 18 საათზე დაანონსებულ შეკრებას უერთდებიან პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებიც. პროევროპულ აქციებზე უკანონოდ დაკავებულების მშობლები მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ. კიდევ უფრო მეტი მუხტი უნდა შევიტანოთ, პროტესტი უნდა გავზარდოთ და შესაბამისად ვაიძულოთ თვითმარქვია რუსული რეჟიმი, რომ დანიშნოს ახალი არჩევნები. ყველას გთხოვთ, მოგიწოდებთ, მხარი დაგვიჭიროთ პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრებს, შევიკრიბოთ 15 თებერვალს ევროპის მოედანზე ერთად დგომით, ერთმანეთის მხარდაჭერით მივაღწევთ უმთავრეს მიზანს, ვაიძულებთ ხელისუფლებას დანიშნოს არჩევნები, გაანთავისუფლოს პოლიტიკური ტყვეები და ქვეყანა წავიყვანოთ ევროპის განვითარებული ცივილიზებული სახელმწიფოების შემადგენლობაში. მე ვარ მარიზი კობახიძე, რეჟიმის პატიმრის თორნიკე გოშაძის დედა. თორნიკე დააპატიმრეს 4 დეკემბერს საქართველოს სიყვარულისთვის. საქართველოს მოსახლეობას გთხოვთ, შემოგვიერთდით 15 თებერვალს 6 საათზე ევროპის მოედანზე. გიორგი ვერ შეეგუა იმ უკანონობას, რისთვისაც იბრძოდა მისი ძმა, რასაც შეეწირა დამოუკიდებლობას და თავისუფლებას 92 წელში და იმისი სიცოცხლის და სისხლის ფასად იბრძვის ესეც ევროპული მომავლისთვის. 15 თებერვალს საღამოს 6 საათზე საპროტესტო მარშზე გელოდებით ყველას. მოქალაქეებს ხვალინდელ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ ემიგრანტებიც. 15 თებერვალს თბილისში გაიმართება საპროტესტო აქცია რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. არ მოგესმათ ვიძახით რუსულ რეჟიმს, იმიტომ რომ ფაქტობრივად დიქტატურა დაყარებულია ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ვინც აზროვნებს, ვისაც ესმის საით მიექანება ქვეყანა, გთხოვთ გახვიდეთ და დაუდგეთ გორჩი პატრიოტებს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ემიგრაციის დიდი ნაწილის სახელით შემეძლია გითხრათ, რომ ემიგრაცია თქვენს გვერდზეა. ჩვენ არ ვხედავთ გულხელდაკრეფილი, ჩვენს გასაკეთებელს ევროპულ ქვეყნებში ვაკეთებთ, ამიტომ ჩვენ ყველგან ვართ, ჩვენ ბევრი ვართ. მოგესალმებით ბელგიიდან, მოგეხსენებათ, რომ 15-ში დაგეგმილია ძალიან დიდი აქცია რუსთაველზე რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ძალიან გთხოვთ, თითოეულ თქვენგანს მოგმართავთ მეგობრებო, ნუ დარჩებით სახლში. ჩემო ახლობლებო, დებო და ძმებო, დავდგეთ ყველა რუსთაველზე, იმიტომ რომ რუსული რეჟიმი ძლიერდება, როდესაც თქვენ სახლში ხართ და სახლიდან უყურებთ და ადევნებთ მოვლენებს. ნუ დარჩებით სახლში, გამოდით და დადექით რუსთაველზე. ეს არის ერთადერთი შანსი, ერთადერთი საშუალება რუსული რეჟიმის დამარცხების. ძალიან გთხოვთ, ვიდგეთ ერთად, ვიყოთ ერთად და ერთად დავიხსნათ რეჟიმის პატიმრები, ერთად დავამარცხოთ ეს რუსული რეჟიმი. ჩვენ ემიგრაცია ვართ, სულით და გულით თქვენს გვერდით, გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვართ ბევრი. დღეს ჩვენს ქვეყანაში დადგა ის დრო, როდესაც ჩვენ სამშობლოს, ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების დახმარება სჭირდება. და აი ამიტომ 15 თებერვალს 6 საათზე კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ და დავანახოთ ჩვენს
ეგრეთ წოდებულ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ ჩვენ ყველგან ვართ, ჩვენ ძალიან ბევრი ვართ, იმოფანტულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უწყვეტი პროტესტის მოთხოვნები უცვლელია. ხვალინდელ შეკრებაზე მოქალაქეები ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და პროევროპული დემონსტრაციებისას უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. ჩვენ ვერ დაუშვებთ, რომ საქართველოს ჩამოაშორონ ევროპულ სივრცეს. რეჟიმს ყველაზე მეტად ეშინია ხალხის ერთობის. სწორედ ამიტომ 15 თებერვალს 18 საათზე კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ ევროპის მოედანზე, არა რუსულ დიქტატურას.